ჩვენ სოფელს მიგზარა ჰქვია. მინდა რატომ უწოდა ეს სახელი ჩვენამდე უკვე ისტორიას არ შემოენახა, მაგრამ სავარაუდოდ სოფელს მიგზარა ბევრი მიგზის გამო შეერქვა, რომელიც ჩვენს ტყეებსა თუ ღელეებში იზრდებოდა. მიგზის ხეს იმდენად ნაყოფს იძლეოდა, შესაბამისად სოფელს მიგზარა დაერქვა. მიგზის ხეს ნახავდით ყველგან ტყესა თუ ღელეში, შემოდგომით მის ნაყოფსაც ბევრს ვაგროვებდით და ზამთრისთვის კარგ ფრისხელასაც გავაკეთებდით ხოლმე. სოფელს რომ მიგზის ხეების სიმრავლით შეერქვა, ეს მხოლოდ ამ სოფელში ცხოვრებთა აზრი იყო. სიმართლე კი მაინც და მაინც არავინ იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოჯახს მიგოზე საკმარისი ჰქონდა, მაინც ვცდილობდით, რომ შემოდგომით წაბლი თუ კაკალი, რომელიც ღელეებში იზრდებოდა, მოგვეგროვებინა და ზამთრისთვის შეგვენახა. ერთჩვენიერ დღესაც ბავშვებმა თავი მოვიყარეთ და კაკლის მოსაგროვებლად ღელაზე წავედით. წულუკიძეები, ასე ჰქვია პატარა დასახლებას, რომელიც ჩემს სოფელშია. რატომ წულუკიძეები? გაუგებარია, რადგან აქაც ჩემი გვარის ხალხი და საბიძაშვილოები ცხოვრობენ. ეს უბანი საკმაოდ დაბალზე მდებარეობს, ვიდრე ჩემი სოფელია და ღელეც საკმაოდ დიდი ჩამოედინება. ბავშვებმა ტყე ჩავიარეთ, ღელეში ჩავედით და კაკლის მოგროვებას შეუდექით. მოგეხსენებათ, ერთად თავმოყრილი ბავშვები საკმაოდ ხმაურობდით და ეს არ გამოპარვია ჩვენ მეზობელ მამაკაცს, რომელსაც თურმე ეს კაკლები ეკუთვნოდა და მის დაუნებურად კაკლის ქურდები ვეგონეთ. ჩვენ კი სულაც არ ვიცოდით, ეს ხეები თუ ვისმეს ეკუთვნოდა და აზრათაც არ მოგვდიოდა, ვინმე თუ გაგვიბრაზდებოდა. როცა ამ მამაკაცმა დაგვინახა, რომ მის კაკლებს არხეინად ვაგროვებდით და თან კარგადაც ვხიარულობდით, დაგვიყვირა თუ რას ვაკეთებდით იქ და დაგვემუქრა, რომ ყველაფერს ჩვენს მშობლებს ეტყოდა და ისინი თვითონ გაგვიბრაზდებოდნენ. ჩვენ ისე შეგვეჩნდა, რომ ჩვენთვის არაფერი დაეშავებინა, ერთმანეთს ვასწრებდით და ფართხა-ფურთხილ გამორბოდით. სირბილში ერთი ფეხსაცმელი გამძვრა და დამეკარგა კიდეც, მაგრამ იმ წუთებში ისეთ შეშინებული ვიყავი, მის მოსაძებნად უკან როგორ მივტრიალდებოდი. ტყე რო ამოვიარეთ და ფერდობზე ამოვედით, სული მოვითხვით და თავის ამ მშვიდობას დავიგულეთ, ახლა ჩემს დაკარგულ ცალ ფეხსაცმელს დარდობდი და უკან დაბრუნებას ვერ ვედავდი. ასე ცალი ფეხსაცმელით დარჩენილი ვიცხედით ბავშვები და ერთმანეთში ვჭობდით სახში როგორ დაბრუნებულიყავით. რამე თუ თითოეულს გვეგონა, რომ მეზობლის კაცს, რომელიც დაგვემუქრა, რომ ამ ამბავს ჩვენ მშობლებს ეტყოდა, უკვე ნათქვამი ექნებოდა და გვეშინოდა, რომ გაგვიბრაზდებოდნენ. კარგადაც ჩამოყამდა და ჩვენ ისე ვერ ვედავდით სახში მისვლას. რა თქმა უნდა, მოგვიკითხეს ჩვენმა მშობლებმა და სახლიც დავბრუნდით. გასუსულებული ველოდებოდით მათ რეაქციებს, თუ რას გვეტყოდნენ ჩადენილი დანაშაულის გამო, მაგრამ მათ კრინტიც კი არ დაუძრავთ და საყვედურიც კი არ დასცდენიათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ძალიან გვიკვირდა, ვინაიდან ვიცოდით, რომ დედა ასეთ საქციელს არასდროს მოგვიწონებდა. აღმოჩნდა, რომ მეზობელ კაცს, რომელიც დაგვემუქრა, არც არაფერი უთქვამს ჩვენი მშობლებისთვის და არც კი გახსენებია ეს ამბავი. ჩვენ კი გულგახეთქილებით ველოდით სასჯელს, რომელიც გვეგონა, რომ არ დაგვიმსახურებია. ვინაიდან ის კაკლები ჩვენ სულაც არ ვიცოდით, თუ ვინმე საკუთრება იყო. კაკლის გარდა წაბლი სუხად მოდიოდა ჩვენს ტყეებში და მის მოსაგროვებლადაც დიდი სიხარულით დავდიოდით და ვერც ვინახავდით, რადგან ჩვენთან თოვლიანი ზამთარი იცის, მთელ დღეს აგიზგიზებულ ღუმელთან ვატარებდით ხოლმე და მოხარშული თუ შემწვარი წაბლი ძალიან გემრიელი იყო სასუსნაოდ. ის რომ კარგად შემწვარიყო, ცოტა კბილით გავკვნეთდით და აირღუმელში შევყრიდით ხოლმე. ცეცხლს კარგად შეუკეთებდით და ცოტა დრო იყო საჭირო, რომ აირღუმელში ბათქა-ბუთქი ამწყდარიყო. კაცს რომ გამოვაღებდით, წაბლი თავისით იყრებოდა იატაკზე და ხელებს ისე გვწავდა, რომ სულ ვიბერავდით და მაინც ცხელ-ცხელს მივეთმევდით, რადგან ასე ძალიან გემრიელი იყო. როცა წაბლის მოსაგროვებლად მიდიოდით ხოლმე, ეს უკვე ის შემთხვევა იყო, რომ მარტო ვერ წახვიდოდი, რადგან ტყე, სადაც წაბლი მოდიოდა, შორს იყო და იქ ნადირიც ბევრი იცოდა. ჩვენს ტყეებში ბევრია მგელი, ტურა, მელა და დათვიც კი და ეს უნდა გაგვეთვალისწინებინა. ამიტომ სულ ჯგუფ-ჯგუფებად მივდიოდით ხოლმე, რომ რაიმე სახიფათო არ მომხდარიყო. ტყეში დილით როცა ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, უნდა წავსულიყავით, რომ სხვებისთვის მოგვესწრო და ღამით ჩამოცვენილი წაბლი შეგვეგროვებინა. ღელე, რომელიც ამ ტყეში ჩამოედინება, სავსე იყო ხოლმე ჩამოცვენილი წაბლით და თუ ამას სხვა დაგვასწრებდა, მერე ბევრი უნდა გვეძებნა ტყის ფერდობებზე, ფოთლებში და ასე ბევრი დრო სჭირდებოდა. თუმცა სახლში არასდროს ხელცარიერი არ ბრუნდებოდით და ხშირად ურემიც გჭირდებოდა, რომ წაბლი წამოგვეყო და სახლში დაბრუნებულიყავდით. უკვე მოტანილ წაბლს ჩრდილში გავაშრობდით და ზამთრისთვის ვინახავდით.
ერთხელ გადავწყვეტეთ, რომ ტყეში წავს ვიყავით და წაბლი მოგვეტანა. წინა საღამოც მოვილაპარაკეთ და მე, ჩემი და და ლეილა მეზობლის გოგონა ლიანა წავედით. ერთ კიდევ ვლენდო და სახლიდან რომ გავედით და გზა რომელიც უნდა გაგვევლო, გრძელი იყო. ამ ადგილს ბანაკები ჰქვია, დღესაც რადგან კომუნისტების დროს საზაფხულო ბანაკები იყო აშენებული და ბავშვები ისვენებდნენ ხოლმე. აქ ჰაერი ძალიან კარგი არის და საიდან არ მოდიოდნენ, რომ ქალაქს მოშორებულ სუფთა ჰაერი ესუნთქათ და ამაზე თვითონ სახელმწიფო ზრუნავდა და დასვენება უფასო იყო. არა მარტო უფასო, სავალდებულო იყო, რომ სკოლებიდან გაეგზავნათ ბავშვები, ასე რომ იმ დროისთვის ტყეებიც კი ათვისებული ჰქონდათ კომუნისტებს და ამას ადამიანების წინს იყენებდნენ, რათა ჯანმრთელი და ბედნიერი თაობები გაზრდილიყვნენ. როდესაც ინათა ჩვენ უკვე ტყეში ვიყავით და წინსაფრებს და ზურგჩანთებს ვიწყობდით, რომ საქმე შევდგომოდით. საგზალის სულ თან დავქონდა ცოტა ფური, ცოტა ყველი და მწვანილი, რომ შიმშილს არ შევეწუხებინეთ და დაგვიანების შემთხვევაში არ გვშიებოდა. ცოტა ვჭამოთ და მერე დავიწყოთ უთხარი გოგოებს და ყველი და პური დავენაწილეთ. მინდორზე ჩამომსხვრევმა კარგად ვისაუბრეთ და ზურგჩანთა მოკიდებული ტყეში შევედით. წინ წისაფარი ჰქონდა გაკეთებული, სადაც მოგროვილ წაბლს ყრიდით და გავსების შემთხვევაში ზურგჩანთაში ჩავყრიდით ხოლმე. ის კი ზურგზე გვეკიდა, ასე ჯოხით ხელში მინდორს ვაგროვებით, რამდენს მის წამოღებასაც შეგვეძლო. როცა ხელში ჩავედით და მოგროვება დავიწყეთ, მივხვდით, რომ უკვე ვიღაცამ დაგვასწრო და აკრეფილი იყო. ბევრი ვიარეთ იქით-აქეთ, ცოტა ძლით მოვაგროვეთ. ისე დავიღალეთ და მუქში და კიდეც არც კი ყიდა, რომ დრო დაგვეკარგა და ჩემმა დამდა მეზობლის გოგონამ სახლში დაბრუნება გადაწყვეტეს. მაგრამ ამას მე როგორ ვიზამდი, რომ თითქმის ხელცარიელი წამოსულიყავდი, მით უმეტეს ამ ხელა გზა ჰქონდა გამოვლილი. ბევრი კამათის შემდეგ უთხარი ჩემს დას და მეზობლის გოგონას, ახლა მე თქვენ გავცილებთ ტყეს სახლში წადით. მე როცა შევძლებ, რომ ცოტა მაინც მოვაგროვო, მერე დავბრუნდები მეთქი. მართლაც ღელიდან ამოვედით და როცა ტყის ფერდობი ამოვიარეთ, ხელი გავუშვილე და სახლისკენ მიმავალი გზა ვაჩვენე. მათაც არხეინად მოიგდეს ზურგზე ცარიელი ზურგჩანთა და სახლის გზას დაადგნენ. ამასობაში წვიმაც დაიწყო და მე კი ნელ-ნელა წაბლი მაინც შევაგროვე და უკვე ნაშუადღევი იყო სახლში რომ დავბრუნდი. სოფელს საკმაოდ ცივი შემოდგომა იცის და კარგადაც შემცვენული და მოშიებული გახდით. მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ დღე უკმად არ ჩაიარა და წაბლი მაინც მოვაგროვე და ამაყი დავბრუნდი სახლში. კარგად რომ გამოვძეხი და ციხთან გავთვლი, კიდეც მერაღა მოვიკითხე ჩემი დადა, თუ სად იყო, რატომ არ ჩანდა და როდესაც მითხრეს, რომ ის ჯერაც არ დაბრუნებულა და ან რატომ ერთად არ ვიყავით, აი მაშინ კი გულმა რეჩხი მიყო და გაუცება ვერ დავმალე. ნუ თუ არ მოსულა. ისინი ხომ დილიდანვე უკან დაბრუნდნენ და ახლა კი ნაშუადღევი იყო. მოგეხსენებათ შემოდგომის მოკლე დღეები და უკვე შიშმაც ამიტანა. არ იქა, უნდა მოვძებნოთ. ვინ იცის, გზა ეებნათ. რა დავძახეთ მეზობლის გოგონას, დედას და უკვე რამდენიმე ადამიანი შეუდექით მათ ძებნას. რამე თუ ღამდებოდა და შიშობდით რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ყველანი ცალ-ცალკე გავიფანტეთ და ლეილას და ლიანას ძახილი შევესიეთ მინდორსა თუ ტყეს. ბევრი ძახილისა და ძებნის შემდეგ უკვე ღამდებოდა და იძულებული გავხდით სახლში დაბრუნებულიყავით. იმ იმედით იქნებ და უკვე სახლში მოვიდნენ. როცა სახლში მოვედით, აქაც არ დავხვდნენ, უკვე სერიოზულმა შიშმა აგვიტანა ყველანი. რა უნდა გვეფიქრა, აღარ ვიცოდით და დედა უკვე თვალებზე ცრემლით იძახდა. ვაი, თუ მგლებმა დაგლიჯეს გოგოები, რა მოგვეფიქრებინა, აღარ ვიცოდით და უკვე ვნელოდა კიდეც. ამ სასოწარკვეთილებაში ვიყავით ყველანი სათქენი, რომ ჭიშკარი გაიღო და ორივენი გამოჩნდნენ. მადლობა უფალს შეჰყვირა დედამ და თლად გაწუწული და სიცხეისგან აკანკანებული გოგოები სახლში შევიყვანეთ. რა მოხდა, სად იყავით? ვეკითხებოდით ჩემს დას და თან ტასაცმელს უთვლიდით. როცა გათბნენ და ჭამითაც სული მოითქვეს, მერაღა ამოღერღეს სათქმელი. როცა გამოგვაცილე და წამოვედით, ჩვენ გზას დავადექით. მოულოდნელად ხარი გვეთვალა და გზა აგვერია. ბევრი სიარულის შემდეგ ერთსაცა იმავე ადგილზე ბრუნდებოდით და ასე გაგვიგზელდა, სანამ ერთ პატარა ქოხს არ მივადექით. ჩვენ და საბედნიეროდ ამ ქოხში მწყემსი დახვდა. ვინაიდან წვიმა იყო, თავს აფარებდა და საქონელს აქედან ადევნებდა თვალყურს. ძალიან გაგვიხარდა ადამიანი რომ დავინახეთ და შველა და დახმარება ვთხოვეთ. როცა უთხარით, რომ ჩვენ სოფელ ნიგზარიდან ვართ, გზა აგვებნა და არ ვიცით როგორ დავბრუნდეთ სახლში, რომ წესმა გაუცება ვერ დამალა და გვითხრა, თქვენ ახლა სოფელ ბერეთისაში ხართ და აქ როგორ აღმოჩნდითო? სოფელი ბერეთისა ჩვენი მოსაზღვრე სოფელი გახლავთ, მაგრამ იმდენად შორს არის ჩვენგან, თუ როგორ აღმოჩნდნენ ეს გოგოები, დღესაც მიყვეთ. ყველაფერი უთხარით და კეთილმა მწყემსმა
არ დაიზარა, თვითონ გამოგვაცილა ჩვენი სოფლისაკენ მომავალ გზაზე დაგვაყენა და მშვიდობით დაბრუნება გვისურვა. სახლში მისული გოგოები სულ ძლით ითქვამდნენ, ჩვენ კიდევ გულს ვიმშვიდებით და მადლობას ვწერავდით უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბანაკები, ასე ქვია ამ საოცარ ადგილს, სადაც უამრავი წაბლის სოკო, კენკრა მოდის. ეს ადგილი განაშენიანებული არის წიწვოვანი ტყით. აქ მრავლად არის ნაძვის, სოჭი, ფიჭი და დასვენებისათვის საუცხოო გარემო იქმნება. ეს კარგად ეცნოდა იმ დროიდან ხელმძღვანელობას და ამიტომაც იყო აშენებული და ფუნქციონირებდა საბავშვო ბანაკები. როდესაც ზაფხული მორჩებოდა, აქ მხოლოდ ყარაულები რჩებოდნენ და უყურადღებოდა ატოვებდნენ, თუმცა ზამთარში ადამიანების ჭაჭანება არსად იყო. აქ ყველაფერს სიჩუმეში ეხვეოდა და გარშემო მხოლოდ გარეული ცხოველების ხმაურს თუ მოისმენდით. ასეც მოხდა ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც ახალი წელი დგებოდა და ვინაიდან ჩვენ ღარიბები ვიყავით, ნაძვის ხის საყიდელი ფულიც კი არ გქონდა, ამიტომ იძულებული გავხდით ტყიდან მოგვეტანა და საახალწლო ნაძვი მოგვერთა. ნაძვის ხეზე სათამაშოების ნაცვლად ბევრ კამფეტს ჩამოვკიდებდით ხოლმე და ასე მორთული ნაძვით ხვდებოდით ახალ წელს. ერთხელაც, როცა ახალი წელი უკვე კარზე იყო მომდგარი და ჩვენ კიდევ არც ნაძვი ჰქონდა და არც კამფეტები, დედამ დაიჩივლა, რომ დიდი თოვლის გამო ტყეში ვერ წავიდა და ამ წელს მე მგონი ნაძვის გარეშე შევხვდებითო ახალ წელსო. მისი ნათქვამი ძალიან მომხვდა გულზე და თუმცა იმხელა არ ვიყავი, რომ ტყეში მარტო წავსულიყავდი, მაგრამ არ შევშინდი და ჩუმად გავიპარე მეორე დილით. მთელი ღამის განმავლობაში ისე მოეთოვა, ძალიან ძნელი იყო სიარული. ამხელა თოვლს ვკვალავდი და საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მე ამას შევძლებდი და ახალ წელს მორთული ნაძვით შევხვდებოდით. როდესაც კარგად მანძილი გავიკულიეთ, თან თოვდა და ამით არ ცხრებოდა. უცებ დავინახე, რომ ჩემი მეზობელი მამაკაცი ზურგზე მორმოგდებული ტყიდან ბრუნდებოდა. ცოტა იმედი მომეცა, მაგრამ ამ მამაკაცმა უბრალოდ კითხა, სად მივდიოდი და დამარიგა, მგლებს არსად გადაეყარო? ხომ იცი მჩიერი მგლები როგორი საშიშები არიანო? მოსმენით მოусმენ და მაინც გზა განვაგრძე, რადგან მინიმუმ 3 კილომეტრი უნდა გამევლო დანიშნულების ადგილზე, რომ მივსულიყავი. ასე ვიარეთ და ვკვალე თოვლი მარტო ტყეში და უახლოეს ნაძვნარში შევედი. მგლების ყმუილი კი მესმოდა, მაგრამ ჩემი საქმე მაინც გავაკეთე. შიშის კანკალით დავბრუნდი უკან, მაგრამ ახალი წელი კი მორთულ მოკაზმული ნაძვით გავითენეთ და ყველანი ერთად თავმოყრილი ოჯახის წევრები ბედნიერები ვიყავით. დიდია ძალა ადამიანში ჩადებული, თუ ჩვენ მას გამოვაღვიძებთ და არ დაგვეზარება გასჯა, იმისთვის რომ წინ ვიაროთ. მე ეს შევძელი და არასდროს დავჩოქილვა და არასდროს დავღლილვა, რომ მოსულიყავდი აქამდე, სადამდეც მოვედი და ვაგრძელებ სიარულს ცხოვრების გზაზე. სოფელ ნიგზარას ერთი ძველი ეკლესია შემოენახა. პატარა ლამაზად ნაშენი თლილი ქვით მოპირკეთებული ეკლესია უბრალოდ საბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე. ძველად ამ ეკლესიაში წირვალოც აღევდინებოდა თურმე, მაგრამ მოგეხსენებათ კომუნისტების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ და წირვალოცვა კი არა და ადამიანების შეცვლაც კი აკრძალული იყო. შესაბამისად, ეკლესიაც ყველას მიეტოვებინა და მის გარშემო მხოლოდ მაყულის ეკალბარდები გახარებულიყო. თუ მაინც გაბედავდი და ეკლესიაში წავსვლას მოინდომებდი, ეს ჩუმად უნდა გაგიკეთებინა, რომ არავის დაინახა, თორემ შესაძლოა პრობლემები შექმნოდა იმდროინდელ სოფლის მთავრობასთან. ეკლესიის კართან მისულ თვალში მოხვდებოდა ძველი კარი, რომელიც იქით-აქეთ იღებოდა. დაკეტვის კი მხოლოდ რკინის კაუჭით იყო ჩაკეტილი. როდესაც კარს იაღებდი ეკლესიის შესულ, სრული იდეალური განწყობა გეუფლებოდა. აქ ხომ ჰაერიც კი სხვანაირი იყო. ჰარმონია, რომელსაც აქ შემოსული ადამიანი შეიგრძნობდა, განსაკუთრებული და განუმეორებელი იყო. ყველაფრის მიუხედავად, აქ ჯერ კიდევ შემორჩენილიყო იესოსა და ღვთისმშობლის ხატები. საკურთხეველში იდგა ძველი აკვანი. რატომ იდგა ეს აკვანი ეკლესიაში ყველას გვიკვირდა, მაგრამ იყო ერთი ისტორია, რომ დედას ჩვილი ჩვილობისას დაღუპოდა და ამ ეკლესიაში დაესაფლავებინა. აკვანი კი, რომელშიც ეს ბავშვი იწვა, საკურთხეველში დაედგა და დღემდე აქ არის შემორჩენილი. ერთ დღეს სოფლის ბავშვები ამ ეკლესიაში გაიპარნენ. ბადრი, ჩემი ძმა, დაახლოებით 15 მიღწეული ყმაწვილი იქნებოდა. იმ დროისთვის პატარაობიდანვე 1000 რამის კეთება აინტერესებდა. თავის ტოლებთან შედარებით გამორჩეული ყმაწვილი იყო. ხატავდა კარგად, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არავის ესწავლებინა. გარეულ ფრინველს თუ ცხოველს თუ ვინმე მოჰკლავდა, ბადრის მოუტანდნენ, რომ მისგან ლამაზი ფიტული დაემზადებინა. თუ რამეს მოისურვებდა, შეკერავდა კიდეც, ჩვეულებრივი ხილთან სათამაშო თოფებს დაამზადებდა და შემდეგ მთელ სოფლის ბავშვები ომობანას თამაშობდით ხოლმე. ერთი სიტყვით 1000 რამე ცხიდკე დალაობდა. იმ დღეს ისიც სოფლის ბავშვებთან ერთად ეკლესიაში გაიპარა.
როგორც გითხარით, იქ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ტილოზე ნახსოვი ხატები. ბავშვებს ისე მოეწონათ ჭვეალა ხატები, არც კი უფიქრია თუ რამხელა ცოდვას ჩადიოდნენ. წამოიღეს სახლი და იესოს ხატი, რომ მისგან ლამაზი ქუდი შეეკერათ. როდესაც სახლში მოიტანეს, დედამ რომ არ ენახა სამზარეულოს იატაკი აყარეს და ქვეშ დამალეს. შემდეგ მისგან ლამაზი ქუდები შეკერეს. ესაბამი დედამ შეიტყო და რა თქმა უნდა ბავშვებს ძალიან გაუბრაზდა. ბევრი ეხვეწა ბადრის, რომ ხატი გამოეჩინა. უთხრა თუ რა ცოდვას ჩაედინა უფლის წინაშე და შესაბამისად როგორ გაუბრაზდებოდა უფალი ჩადენილისთვის. შეშინებულმა ბავშვებმა დაჭრილი ხატი როგორც იქნა გამოაჩინეს. დედამ ყველას ხელი დაავლო, ვინც ამ ცოდვის მონაწილე იყო და ეკლესიაში წაიყვანა. უფალს მათი ჩადენილი ცოდვების მიტევება შესთხოვა და ხატი უკან ეკლესიას დაუბრუნა. 6 დედმამის შვილიდან თითქოს ყველა მათგანი გამორჩეულია რაღაც თვისებებით. თუ ბადრის ხელოვნების მიწი და უნარები ჰქონდა, გივი კი თავისი თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა და ოჯახის გაძღოლაში ეხმარებოდა მშობლებს. საკაცო საქმეს ის ასრულებდა, ვინაიდან მამა სახლში მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდებოდა. გივი ყველაზე უფროსი გახდათ და-ძმებში და შესაბამისად პასუხისმგებლობა ჩვენზეც ჰქონდა აღებული და დედას ჩვენს მოვლა პატრონობაში ეხმარებოდა. აი, ოლეგი კი ცოტა ზარმაცი იყო. სკოლაში ცუდად სწავლობდა და როცა დედა სკოლაში აგზავნიდა, ის წიგნით სავსე ჩანთას წეში დამალავდა და თამაშით ერთობოდა. სახლში მაშინ ბრუნდებოდა, როცა გაკვეთილები მთავრდებოდა და სოფლის სხვა ბავშვებიც სახლში მოდიოდნენ. დედას კი ბევრჯერ უწევდა სკოლაში სიარული, რომ როგორმე გაეკონტროლებინა, რის ვაივაგლახი დაამთავრა საშუალო სკოლა. იმ დროისთვის ყველაზე კარგი პროფესიული სასწავლებელი იყო მისთვის მისაღები და დედამ რუსთავის სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ოლეგი სოფელს დაუბრუნდა და დღემდე სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. რიგით მეოთხე ძმა კი, რომელსაც თამაზი ჰქვია, გამორჩეულად უყვარდა ჩემს მშობლებს, ვინაიდან ძმებს შორის ყველაზე უმცროსი იყო, მშობლები მთელ იმედებს მასზე ამყარებდნენ, რომ სიბერეში მათი მოვლა და პატრონობა უნდა აეღო და ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მამა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, იმის გამო, რომ ერთი თირკმელი ამოგებული ჰქონდა და მეორე კი სათანადოდ ვეღარ მუშაობდა. იმი ავადმყოფობის შედეგად 1986 წელს გარდაიცვალა. დედა მაშინ მხოლოდ 47 წლისა იყო და იძულებული გახდა ოჯახს მარტო გაძღოლოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე დიდები ვიყავით და სათანადოდ ვეხმარებოდით დედას. ლეილა ჩემზე უფროსი იყო და იმ დროისთვის ის უკვე სართიჭალის ლაბორატორიულ სასწავლებელში სწავლობდა და დრო და დრო ჩამოდიოდა კიდეც. მაგრამ ვინაიდან მე ყველაზე უმცროსი გახდი და სხვა და-ძმები უკვე სხვადასხვა მხარეს მეუფანტულიყვნენ, ოჯახის წვეთი მთლიანად მე ვზიდე და დედას მოვლა პატრონობაც კი ჩემზე გადმოვიდა. რადგან მამის გარდაცვალების შემდეგ დედაც ხშირად ავადმყოფობდა, ხან წნევა აწუხებდა და ხანაც ნევრები. იმ დროისთვის ნევროზი იყო დაავადება, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ცნობდა მეცნიერა და სათანადო წამლებიც კი არ იშოვებოდა, რომ დედას ნორმალური კურნება გაევლო. ამის გამო თავს ხშირად ცუდად გრძნობდა და შრომის უუნარო ხდებოდა ხოლმე. მე კი იძულებული ვიყავი ოჯახისთვის მიმეხედა და როგორც შემეძლო ვაკეთებდი კიდეც. დედამ მაინც საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრებით იცხოვრა და 2014 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედის გარდაცვალება იყო ჩემთვის პირველი სულიერი ტრავმა, როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემს გულში დიდი სიცარიელე გაჩნდა და ამის შევსება დღემდე ვერავინ შეძლო. დედა იყო ის ადამიანი, რომელიც ჩვენს შვილებს პატიოსნებას თაგვინერგა და ადამიანური ცხოვრება გვასწავლა. 6 დედმამის შვილიდან ყველანი მხოლოდ პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს და ოჯახის ღირსებას არასდროს ღალატობთ. მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც ზამთარი დგებოდა, ხოლმე ჩვენი სოფლის მამაკაცები სოხუმში მიდიოდნენ სამუშაო საზებნელად და ოჯახს ზამთარში ასე არჩენდნენ. იქ კი მიწას ბარავდნენ, ან მანდარინის ხეებს ზამთრისთვის ფუთავდნენ, ან კიდევ კერძო პირებს ეხმარებოდნენ და ამით ფულს შეუვლობდნენ და ოჯახებს ეხმარებოდნენ. ერთად ცხოვრობდა, რომ ქირის გადასახდელი ფული ერთმანეთში გაეყოთ და როგორმე თანხები დაეზოგათ. ერთშენიერ დღესაც, როდესაც სამუშაოდან ბრუნდებოდნენ მამა და ჩემი ძმა ოლეგი, მათ მეზობლის რამდენიმე ბიჭიც ახლდათ. თურმე ქუჩაში დატოვებული მოზრდილი ჩემოდანი იპოვეს. ოლეგმა ჩემოდანი ხელში აიღო და იქვე მოიკითხეს, ხომ არავისი იყო, მაგრამ სამწუხაროდ მფლობელი არ გამოუჩნდა და იძულებული გახდნენ, რომ სახლში წამოეღოთ. როდესაც სახლში მივიტანეთ, ყვებოდა ჩემი ძმა ოლეგი. დედას სიტყვები მახსენდებოდა, რომ სხვისი არაფერი ინდომოთ და საერთოდაც არაფერი არ მოიპაროთო. ავიღე და ჩემოდანი იმ ბიჭებს მივეცი, რომლებიც თან მახდნენ. როდესაც გახსნეს და გადმოალაგეს უძვირფასესი ტანსაცმელი და ნივთები, გაოცებული დავრჩი. მაგრამ დედის სიტყვები მაინც არ მავიწყდებოდა და
დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ როგორ გამიბრაზდებოდა, რომ ეს ყველაფერი სახლში წამომეღო. თუმცა, როცა დაბრუნდა ოლეგის სახლში და ამ ამბავს იხსენებდა, დედას ეუბნეოდა, შენი დარიგება რომ არა, სხვისი არაფერი ინდომოთო, ახლა ხომ გეცნობოდა ძვირფასი კაბებიო. ისინი კი უკვე ჩვენს მეზობელ ქალებს ეცვათ, მათ ვისაც თავიანთმა ქრმებმა და ძმებმა ჩამოუტანეს. დედა კი მაინც ასე მოძრავდა, შენი უბრალო გერჩიო, სხვის მდიდრულსაო და არასდროს არაფერი არ მოიპაროთო. ჩემი მშობლები მაგალითი იყვნენ პატიოსნებისა და გვასწავლეს ჩვენც ის, რაც თვითონ მათთვის იყო მისაღები და კანონზომიერი. სოფელი ნიგვზარა ძალიან მაღალმთიანია და შესაბამისად ზამთარიც ძალიან დიდი და ყინვიანი იცის. იმ დროისთვის გათბობის ერთადერთ საშუალებას შეშა წარმოადგენდა. ბევრი შვილის პატრონს ყველაფერი ბევრი სჭირდებოდა, რკინის საწოლები სახლის ყველა კუთხეში მიუფანტულიყო, მაგრამ ზამთრობით იძულებული იყვნენ სითბოს გულისთვის სახლის ერთ ოთახში თავი მოგვეყარა, რადგან ამ პატარა ოთახში, რომელსაც ჩემი მშობლები ყურის ოთახს ეძახდნენ, ყველა საწოლი ვერ თავსდებოდა, ამიტომ ბავშვები რამდენიმე ერთად წვებოდით. ზამთრის ერთ სილღამის, როგორც იცის, ხოლმე ადრე ჩამოღამდა. ჩვენ ჩვეულებრივ ღომელთან მოვიყარეთ თავი და საჭმელიც კარგად მივირთვით და დანაყრებულებს ძილიც მოგვერია. გარეთ ისეთი ქარბუქი ქროდა, რომ სიცივე ძვალბილში ატანდა. რამდენადაც ჩვენი ძველი სახლი კეთილმოწყობილი არ იყო, შესაბამისად ქარი როგორც გარეთ ისე დაჰქროდა სახლის კედლებშიც. დედამ გაიფიქრა, ბავშვები ამ სიცივეში არ დამეყინოსო. როდესაც ცეცხლი მინავდა, ნაკვეჭხლები ღუმლიდან გამოიღო, რკინის მოზრდილ ტაშზე დაყარა და საწოლის ქვეშ შეაცურა. იმ იმედით, რომ ღამე ბავშვებს ნაკვეჭხალი გაათბობს და აღარ შესცივდებათო. მაგრამ ერთ საწოლზე იმდენი ბავშვი ვიწექით, დედამ ვერ გაითვალისწინა, რომ რკინის სეტკიანი საწოლი ჩაიზნიქებოდა და ცეცხლიანი ნაკვეჭხალი ბავშვებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. ასეც მოხდა. ყველას ღმრთ რომ ჩაგვეწინა, ჩვენი წონა იმდენი აღმოჩნდა, ლეიბი თითქმის ნაკვეჭხალზე დაედო. შუაღამეს კვამლის ბუღმა გააღვიძა დედა. არიქა ლეიბი იწვის, შეჰკილა და მძინარე ბავშვებს საწოლიდან ჰყრიდა. ჯერ კიდევ ნახევრად მძინარები, დაფეთებულები გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას შეუდექით. ჩქარა ახვია დედამ ლეიბები და გარეთ თოვლში მოისროლა. თქვენ ხომ ხარ კარგად, ხომ არაფერი დაგიშავდათ, გვეკითხებოდა დედა ბავშვებს და სულ ძლივს ითქვამდა. ეს რა მომივიდა, კინაღამ ბავშვები დავწინ, ნევრულობდა დედა. ცეცხლის კვამლით გამურულები კი თავიდან ვიწყობთ, ლოგის რომ ძილი გაგვეგრძელებინა. ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა სოფელში, სიცივე ხომ ძვალბილში ატანდა. ახლა ეზღა გვაკლა, თოვლით სიმხელა იყო, ფანჯრები და კარებები სულ ამოევსო. სახლიდან გამოსვლა შეუძლებელი გახდა. თოვლი ზედ კარს მოსწოლა და იმ დროისთვის სოფელი უხთოვლობით გამოირჩეოდა და მის გასაკვალად ლაფართხები სახლში ჰქონდა ხოლმე, რომ დილით კარებზე მოწოლილი თოვლი მოგეშორებინა და გარეთ გამოსულიყავდით. ბავშვებმა ლაფართხები მოვიმარჯვეთ, თბილად ჩავიცვით და სახლის კარებიდან გვირაბით გაკეთებას შეუდექით. იმხელა თოვლი მოეტანა ქარს, ჩვენ ეზოში გვირაბი საჭირო გახდა, ჭიშკრამდე გამოგვეტანა. მისი თავიდან კი შეგვეძლო სახლის სახურავზე ავსულიყავდით. ბავშვებს ეს ძალიან გვიხაროდა, რადგან სახურავზე სასრიალოც მოვაწყვეთ, მეტი რა გვინდოდა, სანამ თოვლი არ დალღო, მხიარულად გავატარეთ მთელი ზამთარი. ცხოვრების საათი თავისით წიკწიკებდა და ჩვენც უკვე წამოვიზარდეთ. 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც რადიო ტელევიზია სოფლის მოსახლეობისთვის უცხოხილი იყო, მამას უკვე შეეძინა ტელევიზორი და როცა სოფელში მოიტანა, სოფლის ცხოვრებს ყველას აინტერესებდა, თუ როგორ შეიძლებოდა ტელევიზორით კინოს ან რაიმე სხვა გადაცემის ყურება. მამაც ხომ ინტერესიანი კაცი იყო და ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს ოჯახს ტელევიზორი ჰქონოდა. ბევრი იწვალა, რომ ჩვენებინა ანტენა თავის ხელით ააწყო, ფანჯარასთან დიდი ბოძი დაასო და ზედ მიამაგრა. ხან როგორ ვატრიალებდი, ხან როგორ, მაგრამ მთიან სოფელში არხის დაჭერა ძალიან ძნელდებოდა. როდესაც ტელევიზორში რაიმე კარგ გადაცემას ან კინოს აჩვენებდნენ, მთელი სოფლის მოსახლეობა თავს ჩვენს სახლში მოიყრიდა ხოლმე. შემდეგ ხალხი ერთმანეთში არჩევდა, თუ როგორ მოეწონა ესა თუ ის გადაცემა, თუ როგორი გეგმის გადაჭარბებით სრულდებოდა კოლექტივში გეგმა, ან რა ახალი ამბავი შეიტყვეს ტელევიზორიდან და ასე გაუთავებლად იყოს ჯაბა ასი ადამიანებისა, რომლებიც ახლა გამოდიოდნენ ქვეყნის ასპარეზზე. ზამთრის ერთ ქარბუქიან დღეს ქარი ისე არხევდა ანტენის რკინებს, ტელევიზორის ჩვენება კი არა და ხვის გარეთ ვერ გამოყოფდი. მამამ ბევრი აწვალა ტელევიზორი, ისიც თითქოს ჯინზე იყო, არა და არა ათვენებდა. ბავშვები კი მის გარშემო თამაშით გართულებით ხმაურობდით კიდეც და მამამ ერთხელ მოგცა შენიშვნა, რომ დავწყმარებულიყავით. მეორედ, მესამედ კი ჩემი და ლეილა მოხვდა ხელში და ღია ფანჯრიდან ფანჯარა კი ჩვენს სახლს თითქმის მიწის პირზე ჰქონდა გამოჭრილი, თოვლის ნამქერში მოისროლა. ლეილა ცხვირპირის თოვლში ჩაერთო და ღრიალი მორთო.
ყველანი გარეთ გავთვლიდით და ლეილას თოვლიდან ამოსვლაში ვეხმარებოდით. სახლში შემოსული კი ისევ გავისუსეთ ცისისგან, რომ რომელიმე კიდე არ აღმოჩენილიყავდით ლეილას დღეში ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგონებდით. ჩვენი ტელევიზორით გაოცებული ხალხი რას არ აკეთებდა, რომ თითოეულ მათგანს შეეძინა. ბევრმა მოახერხა და იყიდა კიდეც. უკვე სოფელში კანტიკუნტად ისმოდა სახლებიდან ტელევიზორის ხმა, რომელიც ჯერ სულ ახალი ხილი იყო ჩვენი სოფლისათვის. სოფელ ნიგზარას ბევრი სახელოვანი ადამიანი გამოუზრდია. საერთო ჯამში ამ სოფელში ძალიან კარგი შრომის მოყვარე ადამიანები ცხოვრობენ. აქ გამოსვლი გოგონებზე დიდი ინტერესი და მოთხოვნილება იყო. ამათ ძალიან ვამაყობდით და სუფრასთან მოკეიფე ადამიანები აუცილებლად ჩვენს წინაპარს მოიგონებდნენ და მადლობას შეუთვლიდნენ თუ როგორ კარგი სამომავლობა დაუტოვეს ესა თუ ბერსა. ხარშილაძე ჩემი ქალიშვილობის გვარი გახლავთ, თუმცა ახლა მეუღლის გვარს ყავთაძეს ვატარებ. მთელი უბანი ამ გვარით არის დასახლებული. აქ ხომ ყველა ერთმანეთის ბიძაშვილები ან ერთმანეთის განაყოფები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მამები თუ არა, ჩვენი ბიძიები ან მათი მამები უკვე ერთმანეთის ძმები იყვნენ, მაგრამ ოჯახ გაყოფილებს უკვე თავთავიანთი შტოები წამოეღოთ. პირველი, რომელმაც ჩვენს გვარს სახელი გაუთქვა, რამაზ ხარშილაძე იყო. ის მოჭიდავე გახდა და იმდენ იქნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. თუმცა ამ დროისთვის ის ჩვენ სოფელში აღარ ცხოვრობდა. უკვე დიდი ხნის გადმოსული იყო თბილისში. მისი სახლი არა, მაგრამ ეზო და კარ-მიდამო კი შემორჩენილიყო. ბევრი სვა ნაყოფსაც ბევრს ისხამდა თურმე, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ვაშლები უკვე გამხმარიყო და ნაყოფი ცოტა მოესხა. ადგილს მაინც შემორჩა ამ მოხუცისა და ვაშლების სახელი. ბევრის ვაშლები ის ადგილია, სადაც რამაზ ხარშილაძე სახლობდა. როდესაც 90-იან წლებში გარდაქმნის წლებად წოდებული დროს ყველაფერი დაინგრა სახელმწიფოს სისტემა, რომელსაც კომუნისტური პარტია ედგა სათავეში, ხალხის მოთხოვნას დანებდა და ახალი ხანა დაიწყო ქვეყნის ცხოვრებაში. ახალი დემოკრატები ასე ერქვა მთავრობას, რომელმაც ქვეყნის მმართველობა და სადავეები გადაიბარა. დემოკრატიის აშენებას გვირდებოდნენ. სოფლის მიწები ხალხს გადასცეს და კედელსაკუთრება, რომელიც ხალხს ჩამორთმეული ჰქონდა, უკან დაუბრუნეს. ადგილს, რომელსაც რამაზ ხარშილაძის ნამოსახლარს ვეძახილ, ახლა ჩემივე ძმების ბაძისა და გივის საკუთრება გახდა, სადაც მოგვიანებით თითოეულმა მათგანმა პატარა სახლი აიშენა და ყოველ ზაფხულს ბავშვების რეამული ისევ ავსებს ამ არემარეს. თუმცა სახელი უცვლელი დარჩა. ახლაც ასე მოიხსენიებენ ამ ადგილს ბევრის ვაშლები. ხარშილაძეების გვარში არიან როგორც უბრალო კარგი ადამიანები, ასევე ბევრია თანამდებობის პირები. მსახიობი თუნდაც დარეჯან ხარშილაძე, რომელიც საკმაოდ დაფასებული ადამიანია საქართველოში. ყველაზე კარგი, რაც ამ გვარს ახასიათებს, არის სტუმართმოყვარეობა, რომელიც დღემდე რუდუნებით შემოუნახავს თითოეულ მათგანს და კეიფის სუფრასთან, რომელიც აუცილებელი 3 ჭიქის დალევით იწყება და ბოლომდე გრძელდება, სანამ სტუმარი ბოლომდე არ შეზარხოშდება. ყოველი სადღეგრძელოს თქმისას მასპინძელი აუცილებლად დააყოლებს, რომ შემდეგი სადღეგრძელო იმდენად მნიშვნელოვანია, სტუმარი ფეხსაც ვერსა გაადგამს და ასე გრძელდება გაუთავებლად, სანამ სუფრაზე ყოვლადწმინდის სადღეგრძელო არ შეისმება. მანამდე უფლებაც არავის აქვს, რომ სუფრა მიატოვოს. ეს ტრადიცია დღემდე კარგად შემოუნახავს ჩვენთან მეინახეებს და იმედია მომავალი თაობაც არ იტყვის უარს სუფრის ამ ტრადიციაზე. ეს კი ისეთი მკაცრი წესებია, თუ ღვინისა და კეიფის მოყვარული არ ხართ, არ გიჩერთ ჩაებად, სადაც ხარშილაძეები კეიფობენ. ამ სოფლის მრავალი კარგი ადგილებიდან გამორჩეულია ის, სადაც 4 დიდი წიფელა დგას. ეს ხეები იმდენ ხნის არიან, რომ მათი ასაკი არც ჩვენ და არც ჩვენმა მამებმა არ იცოდნენ, მაგრამ ისინი ისე მხნედ გამოიყურებიან, დღესაც ისე აუზიდიათ ტანი, რომ საბეჭდილება გრჩებათ, მაღლა ზეცისკენ მიისწრაფიანო და ესაა, რომ თავისი ტოტებით უნდა შეეხონ კიდე წყრუბლებსო. სადაც უნდა იყოთ, სადამდეც ადამიანის თვალხედვას წუდება, რომ ეს ხეები ვერ შენიშნოთ. ძალიან შორი მანძილიდანაც კი მოჩანს და თითქოს ნიშანია ჩვენი სოფლისა. ეს წიფლები ჯერად ხნედ გამოიყურებიან. ამ ხეებს უხმად სამყოფლად საცალია და ისინი შემოდგომით უამრავ ნაყოფს იძლევიან, რომლებსაც ბავშვები კალთა აწეული ვაგროვებდით ხოლმე და მისგან გოზინახს ვამზადებდით, რომელიც ზამთარში ძალიან კარგი სასუსტნაო გახდათ. ჩურჩხელად ძალიან კარგი იყო და ზამთრისცივ დღეებში სახლში მოგროვილი გულმოდგინეთ ვარჩევდით და ძაფზე ასხმულ ჩურჩხელას ვამზადებდით. სოფელ ნიგზარის მრავალი ადგილებიდან, რომლებთვისაც ხალხ თავთავიანთი სახელები დაურქმევი, არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფიცხავა. ფიცხავა არის ტყე, რომელიც მდიდარია მრავალი გარეული ხილი, სოკოთი. ფიცხავის სწავლი ხო ძალიან გემრიელია. ეს ადგილი იმდენად კარგი და ნაყოფიერი იყო, ჩვენს ბაბუებს ამ ტყის ფერდობზე ვენახიც კი გაეშენებიათ და
საკმაოდ კარგ მოსავალსაც იძლეოდა თურმე. შემოდგომით ყურძნით დატვირთული ურმები ჭრიალ-ჭრიალით შემოდიოდნენ სოფლის ორღობებში და იწურებოდა ღვინო მათ მარნებში. ღვინო, რომელიც ისეთი იყო, კაცი წავლად რომ მოიხმარდა, მაგრამ დრო რომ შეიცვალა ყველაფრისადმი დამოკიდებულება. ჯერ კიდევ ჩვენმა ბაბუებმა და მამებმა ნელ-ნელა მიატოვეს ფიცხავის ვენახები და ახლა იქ მხოლოდ გაველურებული ვენახის ძირებს უღანახავდით, რომელთაც ჯერ კიდევ გამოეღოთ ნაყოფი, მაგრამ მოულელობის გამო თითო ოროლა მმართველობა შემორჩენოდათ. როცა ადრიანი გაზაფხული შემოდიოდა, ამ დროს აუცილებლად უნდა წავსულიყავით ფიცხავაში, რადგან ადრე გაზაფხულზე აქ შეგვეძლო ანჩხლი მოგვეკრიფა, რომელსაც დედა ნიბზით კარგად შექმაზავდა და გემრიელად მივირთმევდით. მთელ ზაფხულს სოკო არ ილეოდა ფიცხავის ტყეში. შემოდგომით კი იმდენა გარეული ხილი, ვაშლი, მსხალი, მოცვი თუ მაყვალი მოდიოდა, არ შეიძლებოდა გული ტყისკენ არ გაგწეოდა. მურაბას თუ კამპოტსაც გავაკეთებდით, რომ ზამთრისთვის გამოგვეყენებინა. ზამთრის პირზე თვით შეშა უნდა მოგვიგროვებინა, რომ როცა დათოვდა გასათოვად გამოგვადგებოდა. ერთი სიყვის წლის ყველა დროს თითქოს ეს ხალხი რაღაც უხილავი დატვით იყო გადაჭაჭული ფიცხავის ტყეებზე, რომ გეგონება ისინი მთელი წლის განმავლობაში უერთმანეთოდ ვერ ძლებენო და ერთმანეთის თითქოს ასაძლოებდნენ კიდევაც. ზაფხულის ცხელ ამიდებში ხომ როცა სიცხე შემაწუხებელი ხდება, ამ დროსაც აუცილებლად ფიცხავისკენ გაგიწევს გული. რატომ მკითხავთ ალბათ? იმიტომ რომ ფიცხავაში ჩამოდის საკმაოდ მოზრდილი ღელე, რომელიც ერთ ადგილას ისე მაღლდება და მოზრდილი მწყილქვებიდან ისე გადმოედინება, როგორც ჩანჩქერი. აქ კი გაგრილების საუკეთესო საშუალება იყო ბავშვებისთვის, რომ ეცურავათ, კარგადაც გამოფრთობილიყვნენ და კმაყოფილი დაბრუნებულიყვნენ სახლში, მაგრამ მშობლებს შიში ჰქონდათ, რომ არაფერი მოსულა და ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით და ერთხელ ხმა გავარდა, რომ ამ წყალში დიდი უშველებელი გველი ვნახავთ და რომ მასში ბანაობა საშიში იყო. ბავშვებს მეტი რა გვინდოდა, ახლა იქ წასვლა ორმაგად საინტერესო იყო, ვინაიდან ის დიდი გველი, რომელზედაც ჩვენი მშობლები საუბრობდნენ, მხოლოდ ფილმებში თუ გვენახა და თუ მას რეალურად დავინახავდით, უფრო მეტად გვაინტერესებდა. შიშით მაგრამ მაინც ვიპარებოდით, იქნებ როგორმე გვენახა, მაგრამ ამაოდ მისი არსებობა მხოლოდ ბავშვებისთვის მოსატყუებელი ფანდი იყო და სხვა არაფერი. თუ დროს შევაჩერებთ და წარსულში გადავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ამ დროშიც და ახლაც შემორჩენილია ამ სოფელში გამოქვაბული, რომელიც მნახველის გაოცებას და ინტერესს იწვევს. თუ სად იწყება და სად თარდება, მაშინ ხელუხლებლად შემორჩენილი სტალაგმიტები და სტალაგმიტები, სილამაზისა და ბუნების ერთობლივი ჰარმონია, რომელსაც ამ გამოქვაბულში ნახავთ, იშვიათობაა, რადგან დღეს ძნელია ნახოთ ადგილი, სადაც ადამიანს თავისი ხელით არ გაენადგურებინოს ბუნების პირველქმნილი სილამაზე და მის ნაცვლად დღევანდელობასთან შერწყმული თანამედროვე რამ არ შეექმნას. ვიცავთ, ვერც დავქმნით ახალს, ეს არის ადამიანის მოწოდება, მაგრამ ეს კანონზომიერება 21 საუკუნეში დარღვეულია და ეს გვინდა თუ არ გვინდა, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. დაიწყა და გვჩენია ვიცხოვროთ და გავაგრძელოთ თანაარსებობა საუკუნესთან, რომელიც თავის კანონით გვახევს თავს და ჩვენ იძულებული ვართ აუწყოთ ფეხი ყოველდღიურობას და ვიცხოვროთ მისი წესით და კანონებით. რომ არა ეს კანონზომიერება, ადამიანი ვერასდროს განვითარდებოდა და ის უხილავი ტექნოლოგიები, რომელსაც 21 საუკუნე გვთავაზობს, ვერასდროს გახდებოდა ადამიანთა ცხოვრების ნაწილი, რომლის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია ცხოვრება და არსება. ასე გაήλია ბავშვობის საუკეთესო ხანა, რომელმაც ღმაყვალი და შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე და მე უკვე 18 წლის ასაკში ოჯახი შევქმენი და სწორედაც ამ დროიდან იწყება სასწაულები ჩემს ცხოვრებაში. მეუღლე, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა და ყოველთვის სანამ იგრძნობდა და მხარში მედგა. ჩემი შვილები, რომლებიც ახლაც კი ჩემ გვერდით არიან და ჩემთან ერთად იზიარებენ იმ ტვირთს და მისიას, რომელიც მე ღვთისგან დამიკისრა და ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ისე გავაკეთო, როცა შეფასების დრო მოვა, ვიყო მართალი ღმერთთანაც და საკუთარ თავთანაც კი.